Podcast Point-ი წარმოგიდგენთ. დუ გაგზელე. რო დაიქოქები მე ვეღარ გაგაჩერებ და ამდენი ცხოვრებაში არ გილაპარაკე რას დღეს ილაპარაკე შენ ძმაო. თან სიმართლე თქვას მოწოგი მაქვს. საიდან გაქვს ეს ენერგია? მთელი დღე დატვირთულია. ნუ კიდე ფეხით სეირნობის ნერვები მაქვს. განიცადეს? რა თქმა უნდა ჩავარდი ისტერიკაში და დავიწყე ყველანაირი პროცედურის კეთება რაც კი შეიძლება და ჩემი სხეული ვიცანი 2 წლის მერე. ერთი ჩვეული დღის რაციონი. ვაიმე, აცუდის თუმარი ვარ ღმერთო. აბა მოგვიყევი. შეიძლება. შეიძლება ღამის 2 საათზე გამოვიძახო ფასტ-ფუდი და შევჭამო. საერთოდ არ ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრებით. რატომ არა? აუ, დაკითხვაზე მომიყვანა. შეიძლება თუ არა ვიტამინების მიღება ექიმის დანიშნულების გარშე? კი. არა. ეხლა მაგარი ბევრი ტაბლეტი. აცრისტიც ვარ მაგალითად. აცრისტი რა უბედურება? ანუ შემიძლია ავიცრა ყველაფერზე. გამიგია. მაინც ჯერა რომ მეტი ძალა ინექციას აქვს. აი ხო ხედავ რა გიდა სოლარიუმში. არ შემიძლია არ მომწონს ჩემი თავი რუჯის გარეშე ვგავარ ბოტკინს. დაიხარჯა შეივსე წყალიმთის. გადაცემას არ მოგიდგენთ წყალიმთის. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით, როგორც ყოველთვის Podcast Point-ის სტუდიიდან, პოდკასტის შემდეგი ეპიზოდით. მადლობა რომ გვიყურებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გაგვაძლიერეთ. ეს ძალიან კარგი სტუმარი მყავს, რუსკა მაყაშვილი. რუსკას ყველა იცნობთ, ჩემი წარდგენა არ ჭირდებოდა, ამბობენ რომ წუთში 1000 სიტყვას წარმოთქვამსო, ისე სწრაფად და სხარტად საუბრობს. რუსკა, მადლობა რომ მოხვედი. მადლობა შენ რომ დამიძახე. აქეთ დავჯექი, იმიტომ რომ ძირითადად მაინც შენ რო დაიქოქები, მე ვეღარ გაგაჩერებ და ამიტომ წამყვანის ამპლუაშიც დაგტოვებს. წამყვანის ამპლუაში და თან სიმართლე თქვას მოწოგი მაქვს. და მაყურებელმა რომ მაყურებელს რომ არ გაუფანტოთ ყურადღება რომ სულ ამას არ უყურონ, რა თქმა უნდა ხა ამის garaშე ვერ გავწილებდი. მაგრამ მე არ გავწირავ მათ და ამაზე არ ვაყურებინებ, მაინც კონცენტრირებული. ამიტომ სიმართლე ეს არის მეგობრებო. როგორ ხარ პირველში? გადასარევად შე როგორ ხარ? კარგად, მადლობა. ბოლო პერიოდი რით ხარ დაკავებული? კი, წარმატებული პროექტებია, რაღაც ახალ სივრცეებში გხედავს მაყურებელი, ხო? შენ თვითონ როგორ ფიქრობ, რას აკეთებ ხა ყველაზე ხშირად და ყველაზე კარგად? აი, ბოლო 6 წელი. ყველაზე კარგად არ ვიცი, მაგრამ ნუ რაც ძალიან მიხარია, ძალიან ბევრ სპექტაკლებში ვთამაშობ, მაქვს ბევრი რეპეტიციები, პრემიერები, გასტროლები და მოკლედ რომელ თეატრში მოღვაწეობ ხა შენ? ბევრ თეატრში ვარ, სხვათა შორის, რუსთავის თეატრის მსახიობი ვარ, ასევე ვთამაშობ სპექტაკლებს ქალაქის თეატრში, ასევე ვთამაშობ სპექტაკლებს ისკურის თეატრში, ასევე ვთამაშობ სპექტაკლებს ილიაუნის თეატრში, დარჩა კიდე რამე თეატრი? ვიცი რა, სერიოზული ჩაბუნათვალია. ხოჭა. დარჩა კიდე რამე თეატრი? თუ დარჩა დამირეკეთ. ტელეფონი. კარგი. ამამინათე პოდკასტში. საიდან გაქვს ეს ენერგია შენ ეგეთი კითხვა გვაქვს შენ მომზადებული? ვინ გადმოგცა ეს ენერგია? საიდან მოდის ეს ენერგია, რომელიც ესე ულევად ჯერ ამდენი სპექტაკლების თამაში და ამდენი როლების შესრულება და პლუს ცხოვრებისეულად აქტიური ადამიანი ხარ. რას ფიქრობ შენ? ენერგიას საიდან არ ვიცი რა. დედამ გადმოგილოცა. დედამ გადმოგილოცა ენერგია, მაგრამ ნუ დედა ჩემის მშობლებიდან ვინ იყო ესეთი ენერგიული არ ვიცი. მაგრამ დედაჩემი ეს ცქვიტი ქალია კი. ჩვენც ცქვიტები გამოვედით, ცქვიტუნიები. კარგი, ამ გენეტ თამარასია, თამარას ბრალი. ვიცნობ თამარას და ის დღემდე მაგრამ ნახე როგორ არის თამარა რომ ხომ ახსოვს, მე ხარ ძალიან ენერგიული ვარ. მე ხა ჩემს შვილებს გადავეცი და ჩემზე უფრო ენერგიულები არიან. ანუ უფრო და უფრო ვითარდება ენერგიები, ხედავ? კარგი. მაგ გენეტიკას რომ თავი დავანებოთ, გარდა მაგისა, რა არის შენი ასე ვთქვათ, სამოტივაციო ყოველდღიურად, რაც ამ აქტივობის, საკმაოდ მაღალი აქტივობის მინდა გითხრა, ხო? ამის ენერგიას გაძლევს. დავანებოთ თავი გენეტიკას. ეგეთი ტიპი ხარ, უბრალოდ. დილასადრე გაღვიძება, გიყვარს ცივი შხაპის მიღება და რაღაცები. არა, საერთოდ არ ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრებით, ძალიან ცუდი რაც არის, იმიტომ რომ შეიძლება გვიან ვიკვებო, სიგარეტი მოვწიო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხვდები, მაგრამ ესეთი ვარ უბრალოდ რა, ანუ დილას არ მჭირდება ყავა გამოსაფხიზრებლად, მაგრამ იმიტომ რომ დილას რო ვიღვიძებ, უკვე
შემართებით ვარ ძალიან. კარგია. რა არის ის საქმე, რაც არასდროს არ გბეზდება ეხლა თეატრი სავარაუდოდ, მსახიობის აუ არა, ეგეც არა, ყველაფერი არის ხოლმე პერიოდულად რაც გბეზდება. ანუ ვის გეტყვის რა ხო და გლის და ხანდახან მერიტან კიდე შენს პროფესიას და ძალიან დამღლელია ხან. ცეკვა გამოგდის შენ კარგად. ხო, ეს მაგას თუ ცეკვა ქვია, ხო? ნუ რატო რა გამოგდის? სად ისწავლე გამოგდის? იცი რა, ბავშვობიდან ცეკვავდი, რაღაცა ჩემი ჭკუით რაღაც ცეკვების წრეზე დავდიოდი. მე ქორეოგრაფულ სასწავლებელში ჩავაბარე ვისწავლე იქ. ანუ პროფესიული განათლებაც მაგალითად აგებია. არა, იმიტომ მე საბოლოოდ მე თეატრალურში ჩავაბარე. მაგრამ ნუ ეს როგორც მსახიობს, რა თქმა უნდა, ძალიან გამომადგა. კი ეს ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. მეტად ვიცი, ვიდრე შეიძლება სხვა, ვინც არის ის ცეკვა. არის ვარჯიში შენი აზრით ცეკვა? ერთ-ერთი საუკეთესო მე თუ სახში ცეკვა ხოლმე? ძალიან ბევრს. მართლა? როგორ? ეს მუსიკას ვთავ აუცილებელი. ეს ჩემი და ჩემიდის ერთ-ერთი მთავარი ჰობი არის ესეც ცეკვა, სახში ჩართ. ეს ვაგროვებდით ხოლმე, მაშინ სად იყო ეს ყველაფერი ქონდა, ყველანაირი მუსიკა ესე რადიოდან ვიწერდით კასეტებზე. და ვცეკვავდით და დღემდე ანუ მთავარი ის არის მამამოძრავებელი მუსიკა და ცეკვა. მაგარი რამეა ეგ, მაგარი რამეა. ცეკვის თერაპიებიც მაგრა ასწორებს. ეს შეიძლება მეც მქონია ეგეთ პერიოდი რომ რაღაც არ გინდება ხოლმე უცებ ცეკვა და არ ცეკვა ხოლმე სახში. კი არის. ეხლა ხშირად არა, მაგრამ ხანდახან რა. ხანდახან ხო ცეკვა ხოლმე. აი ცეკვა რო გინდება, წამო სადმე საცეკვაოდ წავიდეთ. არ ქონია ეგრე кайხანია. აი რო გინდა რომ წახვიდე სადმე იცეკო. სხვებმაც გიყურან და შენს მაგრა გაერთო. გარეთ სიარული და სირბილი ვარჯიშის რამდენი აი რა მეზარება, ძალიან მეზარება. ანუ აი უმარტივეს და აი ყველაზე მცირე მანძილზეც კი მეზარება ფეხით სიარული. რატო? არ ვიცი. მაინც აბა ამ ფიზიკურ აქტივობას ახლა სახში ცეკვით ვერ შეინარჩუნებ, ხო? ამ როლების შესრულებას ამ ხელ ენერგია ჭირდება, ხო? იცი რა არის, აი დღის განმავლობაში იმდენ რამეს ვაკეთებ, თქვა ორი რეპეტიცია მაქვს, მე კიდე გადაღებაზე ვარ წასასვლელი, მე თქვა მე შვილებს უნდა გავუარო მოვიყვანო სახში. ან ხო ხდება მე შეიძლება დავაძინო მე წამ კიდე მომიწიოს გადაღებაზე წასვლა, ან სპექტაკლი მქონდეს სპექტაკლი. ანუ ეს დღის განმავლობაში თელი დღემდე დატვირთულია. ნუ კიდე ფეხით სეირობის ნერვები მაქვს. სადმე მივასწრო ისე. აი ხერები ამიწევია. ფეხით მე მაგალითად ფეხით სიარული რომ არა, არ ვიცი, ფიზიკურ, ფსიქოემოციურ და სოციალურ დატვირთვას გაძლება უნდა, ხო? იცი, აი ხანდახან მინდება, მაგალითად გუშინწი რო კარგი ამინდი იყო, ცოტა ხანი 5 წუთი ფეხით გავისეირე. 5 წუთი, მაგარი გივლია რა. მართლა? 5 რა სამი 5 წუთი? 3 2 ნიჩო 5. ხო, ნუ 5 წუთი გავისეირე და გაასწორა. დილის ამბავში როგორ ახარ შენ? დილის თვლი რომ შენთვის დილა არის დღე, თუ საღამო არის ის, როცა შენ პროდუქტიული ხარ? არა, მე რაც შვილები გავაჩინე, მივხვდი რომ დილას ადრე გაღვიძება არის ყველაზე დიდი სიამოვნება. დილით ადრე გაღვიძება არის სასიამოვნო. გაღვიძება არის ძალიან სასიამოვნო. ანუ ნახე ეჩვევი გინდა არ გინდა, ანუ ეხლა დილას უკვე ილია და კატო სკოლაში და ბაღში რომ მიდიან. გამხერებიან ბავშვები ხა? 5 წლის ხდება კატო, ილია 8 წლის არის. და ერთად მიდიან სკოლაში და ბაღში და ანუ სადღაც 7-ზე მიწევს ხოლმე ადგომა. ანუ თავისით მეღვიძება, თავისით დალაგდა. ანუ ეს და ის მართალი ყოფილა რომ რაღაცა რაც უფრო წლები გემატებაო, მით უფრო ცოტა ძილი ყოფნის მართალია ეს რანაირად მოხდა ეგრე. ნუ ტვინის დასვენებისათვის 4-5 საათი ძილი ასაკთან ერთად მე საკმარის ხდება. სამაგერო დღის განმავლობაში შეიძლება 3-4 წუთი წათვლი. აი ხო, ეგ დამემართ. ანუ მორჩა? პოლიფაზური ძილი ყო. გამარჯობა, შემოვედი თქვენს კოჩი. ეგ მე შევამჩნი 1-5-6 წლის წინ. ეხლა 51 წლის გავხდები, მაგრამ 5-6 წლის წინ შევამჩნი რომ შუა დღეზე რაღაცა ერთი. აი ახლა მე პერიოდულად ხიწოთი ესე თვალები შეიძლება დახუჭო, ისვენებს, მაგდროს ისვენებს ტვინი, ძალიან კარგად ისვენებს ტვინი და არ უნდა შეეწინააღმდეგო მაგ. აღარ ვეწინააღმდეგები აცი. პირიქით ისიამოვნე მაგ პერიოდით და ღამე შეეცადე რომ 11 საათზე დაიძინო და დილის 5-ზე ადექი, კი ბატონო, რა ხო, დილის 5-ზე არა, მაგრამ ძალიან ადრე ვიძინებ, მეც თქვა თუ ან სპექტაკლი არ მაქვს, ან გადაღება გვიან არ მიმთავრდება, სადღაც ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ჩემი შვილებიც ადრე დაწვნენ, სადღაც 9-დან 10-მდე უკვე წვანან. და სადღაც 12 არ არის, მეც უკვე ვწები და ვიცი. დილის საწვავი რა არის შენი? ყავა, ჩაი, წყალი, საუზმე? არაფერი. წარიერი მშერწყურვალი გადიხარ გარეთ. მშერწყურვალი გავდივარ გარეთ, პირდაპირ. კარგი. წყალი. მოვიტყვები რა თქვა, წყალი ლოგინთანაც მიდევს. და მე მგონია პრინციპში რომ იმდენი რაოდენობის წყალს ვსვავ მთელი ცხოვრება. ეგ მაგარი შეიძლება ის არის ზუსტად ეგ მხოდავს რა, ალბათ, იმიტომ რომ ვიტამინებს მე არ ვსვავ. რამდენს ვსვამ წყალს? ვარჯიშით მე არ ვარჯიშობ. არ ვიცი, დღის განმავლობაში ძალიან ბევრს ვსვავ და ღამეც ვსვავ. არ ვიცი, ღამე რამდენად კარგია დალევა, მაგრამ როცა კი შეგიძლია არ ვიცი, ანუ მთავარი სასმელი ჩემი არის წყალი რა, ანუ არც ყავას არ ვსვავ, არც ჩაის არ ვსვავ, არც გაზიანს, ესე კი ყველაფერს ვსვავ, მაგრამ ანუ მთავარი წყალია. კარგი, წყალი მთის
Coca-Cola ბოთლს ჯორჯიამ ჩამოასხა, შემოგთავაზებ. ეს არის მინერალური, გაზირებული წყალი, ახალი პროდუქტია, ხო, ხელში დასაჭერათაც სასიამოვნოა, ზომა. თავარი არის ის, რომ ეს არის ბრომატის გარეშე, ზუსტად ისე როგორც წყალი მთის მინერალური, გაზირებულიც ანალოგიურად ჩამოასხა Coca-Cola-მა, ასე რომ გაიცანით ამ პროდუქტს, გარდა ამისა შეიძლება რო წარვადგინოთ ჩვენი სპონსორები. მადლობა, მაყურებელს შევახსენებ, რომ პოდკასტის სპონსორია აჰავა, ნექტარის ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალები როგორც ქალბატონებისა, ასევე მამაკაცებისათვის და როგორც ყოველთვის სიამოვნებით გეტყვით, რომ პოდკასტები იწერება სივრცეში პოდკასტ პოინტი, სადაც შესანიშნავი გარემოა, კარგი აპარატურა და ძალიან კარგი ხალხი, ვინც გიმასპინძლებს თუ კი აი ამ ფორმატში გნებავთ თქვენი საქმიანობის წამოწყება ან გაგრძელება. შენ უპირატესობას ანიჭე ბუნებრივობას. არ გაქვს მიდრეკილება სინთეტიური სახის ფორმირებისაკენ და ზედმეტობისაკენ. რა პროცედურებია ის, რასაც რუსკა მიმართავს რუტინულად. მე არ მომობ ხშირად და ბევრს. აი, ეს შეიძლება იყოს მოვლის საშუალებები, საინექციო საშუალებები, პლასტიკური ქირურგიის, რაღაც მხარდაჭერა, ვთქვათ. აი, ბოლო 5 წლის მანძილზე პირობითად, ვთქვათ, რა პროცედურებისთვის მიგიმართავს. ესე იგი 35 წლის გავხდით თუ არა? პირველად გავიკეთე ბოტოქსი. და ვთქვი, რომ ეს არის საოცარი პროდუქტი, რაც კი შეიძლება საერთოდ გამოიგონა. ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია მართლა, ჩემი აზრით. თუ მოხვდები, რა თქმა უნდა, სანდო ხელებში და კარგ პროფესიონალთან, რა თქმა უნდა, 35 წლიდან და მივყავი ამას ხელი, ოღონდ ძალიან დოზირებულად, წელიწადში ერთხელ, წელიწად ნახევარში ერთხელ გააჩნია რა და როგორ წავა. და ნუ ხო, დავიწყე სახის მოვლა აქამდე ძალიან ნანობ, რომ არ ვაქცევდი ყურადღებას, იმიტომ რომ იცი რომ არ აქცევ ყურადღებას და რა დაიწყე აი და დატენიანებითაც დიდად არ ვიტენიანებდი სახეს. ხდები აი სახის კრემებსაც დიდად არ ვისმენდი, აი ძალიან ისე რა ფეხებზე მეკიდა ყოველთვის, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცნაირად ფორმაში ვიყავი. როგორც კი მე მივხვდი რაღაც და ხარ ფორმაში კიდე. ხო, ანუ აიცი უკვე მივასწარი შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ გენში ეთყობა ცოტა ნორმალურად, იმიტომ რომ დიდს არ გავართ ოჯახის წევრები და ამიტომ მივასწარი, მოკლედ ეს სწორი პროცედურებით, ბიორევიტალიზაციები, რაღაცები და ეხლა წელიწადში ერთხელ რა თქმა უნდა მიმართავ ბოტოქსს და ძალიან კმაყოფილი ვარ, მინდა. ოკეი, ანუ ბოტულინო ტოქსინი არის შენი ერთ-ერთი არჩევის პრეპარატი, რომელსაც პირველად აი მაგალითად სკულპტრა, კიდე რაღაც არის კიდე ბევრი პროცედურები, ბიორევიტალიზაცია. აი ეს საინექ, იმიტომ რომ მაინც ჯერა რომ მეტი ძალა ინექციას აქვს, იგივე ამ ბუსტერებს რაღაცებს, რაც კეთდება ესეც ხო არ არის ხო თქვა ფილერი და ბოტოქსი რაზეც აი ეს ისტერიკაში ვარდებიან ხოლმე ჩვენი ქალბატონები და მამაკაცები ცოტათაც აი ეს ბუსტერები და რაღაცები რაც შიგნიდან გიცოცხლებს კი მაინც არ მჯერა ბოლომდე ამ კრემების და რაღაცების მაბადიოს ყველა ეხმარება, მაგრამ ეგრე არა როგორც. რა არის ის, რასაც ყველაზე ძალიან განიცდი და ებრძვი? აი ყველაზე მეტად თქვა, სხეულის დაბერების პროცესია, შეიძლება კანის მოშვება, შეიძლება მუცლისწინა კედელია სიტყვაზე, სტრიები, სახეზე, აი ყველაზე მეტად რა არ გევასება, როცა საკიმატოა. პტოზი. სახეზე, ხო. ოკეი. აი ეგ არის ჩემი ყველაზე გარდაუვალია, თორე არსად პრობლემა არ მაქვს, აი ერთადერთი ვამჩნევ რომ მაგისი ეხლა ჯერჯერობით არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეგ არის რა, აი ყველაზე მეტად მაგის მეშინია რა. კარგი, რამე ოპერაციის გაკეთებაზე გიფიქრია? ნუ ახლა ცხურის ოპერაციის გაკეთება რომ მინდოდა ეგ ყველამ ვიცით, მაგრამ დაიგოცოს ფილერი, იმიტომ რომ ფილერით გამოვასწორო ის ფილერით გავაკეთე ის რის გაკეთებაც მინდოდა. ამისთვის არ იყო საჭირო თურმე საერთოდ დაწოლა თქვა დანის ქვეშ. მე პირდაპირ გეტყვი, აქვე გეტყვი რა, რომ ეს პროპაგანდა და აგიტაცია არ გამოგვივიდეს ცხურის და ფილერის. რა ვქნა ახლა რაც არის იმას ვიძახ. ოკეი, შენ კი, შენი პოზიცია, მაგრამ ზოგადად, როდესაც არის ცხური და შემავსებლის თემა, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცედურა აწარმოოს კომპეტენტურმა ექიმმა. ამას ვამბობ მე, მეც არაფერს არ ვამბობ. როცა კომპეტენტური არის ექიმი, მან უკვე იცის ვისთან შეიძლება, რა შეიძლება გამოიყენოს, საკმაოდ საშიში ზონაა. ძალიან საშიში ზონაა და სამწუხაროდ თუ კი რაიმე ღმერთმა დაიფოროს ყველა საშოროს გართულება დგება, ეს გართულება გამოსწორებადი ძალიან რთულად არის მერე და ამიტომ მაგ ამბავში ფრთხილად უნდა იყოს პაციენტი. 2020 წლიდან ვიკეთებ ცხვრიზე ფილერს და ხო, ანუ მაგ დროს როგორ არის? ორ წელიწადში ერთხელ ყოფილი. აი ხო, უამრავი ჰოლივუდის ვარსკვლავი, ევროპული კინოვარსკვლავები, თეატრის მსახიობები, რავი, სხვადასხვა, აი რუსკას, აი სიამოვნებს იმ ადამიანს დანახვა, ვინ არის ეგეთი? ყველა, რა, ესე არ დავკვირვები ვარ, მაგრამ ბოლო დროს ძალიან მომწონს
ძალიან ოპერაციები, მაგრამ ემა ვოტსონი არა, ემა რა ქვია იმ მსახიობს, გამახსენეთ. ემა სტოუნი. კარგი. მე არ ვიცი, მაგრამ შეადარე, ახალგაზრდა მსახიობია, მაგრამ შეადარე, ხა ვიზუალურად იდეალური სახისკარი აქვს, იდეალურად აქვს ყველაფერი გაკეთებული. რადიკალიზმი შენთვის მისაღებია, ვიღაცა როცა რადიკალურად მიმართავს რაღაცეებს, შენში იწვევს ეს რაიმე ნეგატივს თუ იყოს როგორც არის და მიიღოს ის სიამოვნებას და რა თქმა უნდა, შენ თვითონ ვიპასუხე ფაქტიურად, ანუ რას ნიშნავს, რა ჩემი საქმეა. შეიძლება მე არ მომეწონოს და შეიძლება აღშფოთდე კიდეც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის ეს ჩემი საქმე. ანუ თვითონ თუ კომფორტულად ვთნობს თავს, მე ვის რაში დავკარგვი ვარ. აბსოლუტური. ეს არის ჭეშმარიტება, პოდკასტი. კარგი. შენთვის ჩვეული სახის და სხეულის მოვლის ამბები მარტივ დონეზე არის მისაღები თუ მაინც რაღაცა მთელი ცერემონია გაქვს დილას ან საღამოს, როცა შენ დასაძინებლად ემზადები ამ დღეს? ხო, არა, ჩემი რუტინა არის უმარტივესი, მაქვს ორადორი მაქვს არა ძალიან ბევრი პროდუქტი მაქვს, მაგრამ ვიყენებ ორადორ პროდუქტს, ეს არის დღისით ტონერი და დამატენიებელი და ღამე არის რეტინოლი და დამატენიებელი. რატომ გაქვს ეს ძალიან ბევრი პროდუქტი? შენ ინფლუენსერი ხარ და ბევრ კოსმეტოლოგიურ ბრენდს თქვათ, ასე ვთქვათ, ხარში უდგა ხარ და ასე ვთქვათ, აი გატესტვის რეჟიმის თემაა ესა ძირითადად. და მაინც შეჩერდი მინიმალიზმზე, რომელიც ჩამოთვალე. აი მაინც მჯერა, ანუ აი რა ვქნა, არ შემიძლია 35 საათიანი სახეზე ტყლარწვა. კარგი. დილის წინ. არის თუ არა ისეთი ბრენდები, როცა ვისი შეთავაზებით თვისაც შენ ვარი გითხოვს. გარეკლამებაზე მაგალითად. რამდენის გინდა? მაგალითად ვარი ვთხარი რაღაც დიეტურ ფხვნილებს. იმიტომ რომ ჯანმრთელობისთვის საზიანო. ცნობილ ბრენდებზე რა სიტყვი ქონია, ეგეთი უარის თქვა. არაფინანსური თემის გამო, არამედ თქვათ, იმიტომ რომ რაღაცა შენ იმაში არ მოგწონს, ან არ აღიარებ. ერთადერთი რაღაც საფენების რეკლამაზე ვთქვი. ოკეი. ეს მაშინ თორე ეხა აღარ ვიტყვი ვარს, არაა პრობლემა. რა არის შენთვის მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც შენ პროცედურის ან პროდუქტის შეფასებას ახდენ? დროში გამოყენება, სწრაფი ეფექტი, თუ სანდოობა, თქვა სამედიცინო კუთხით? არა, აუცილებლად სანდოობა ჯერ პირველ რიგში და მერე ყველაფერი დანარჩენი. ანუ ბრენდის რესპექტაბელობა და სანდოობა. აუცილებლად. ჯანსაღი მიდგომა ნებისმიერ შემთხვევაში სხვა ყოველთვის გამოჩნდება ვიღაცა ვისაც რამე არ მოეწონება. ესე მაგრამ აი აუცილებლად პირველ რიგში მივიდეთ ახლა რუსკას ჯანმრთელობასთან, ხო? თამბაქოს მომხმარებელი ხარ. ამოდენმე წუთის წინ შევამჩნიე, რომ მოიხმარ ეგრეთ წოდებულ ეს არის საკმაოდ ჯანსაღი კატეგორიულად გეწინააღმდეგები, რა თქმა უნდა, მაგაში მაგრამ უჯანსაღესივე. კარგი. არა, არ მოწიო, განებე თავი მაგასაც მეგობრული ადამიანები. მე შენ დაგიჯერებ ამ წამიდან. საკუთარი ჯანმრთელობის შემოწმების კუთხით. ხო? ჩვენ 30 წელს რო ავწდებით, უკვე რაღაცა იწყება ისეთი, რაც რეკომენდებულია პერიოდულად წელიწადში ერთხელ ხალმა თუ კაცმა შევამოწმოთ ჩვენ ჯანმრთელობის მიმდევრობიდან გამომდინარე. რა ტიპის კვლევებს ან ჩეკაპებს ეგრეთ წოდებულს ახლა მოდაშია ეგ სიტყვა იმოწმებს შენ თვითონ. ანუ რას თვლი ძუძუ, საძვე ჯირკვალი, თქვა გინეკოლოგიური სტატუსი, ჰორმონალური სტატუსი, ვის უჯერებ, ვინ არის შენი მენტორი ამ მიმართულებაში? ექიმი ყავს ოჯახის თქვა თუ შენ ყველა საჭირო თუ დაქალებთან თემაში. ამის მენტორი დედაჩემია, რა თქმა უნდა, მთელი თბილისი. თვითონ მოწესრიგებულია მაგ მიმართულებით. რა თქმა უნდა, მთელი თბილისის ექიმებს იცნობს და მეგობრობს, ამიტომ ამ კუთხით რამე თუ გაგება გინდა რეკავს თამრიკოსთან, თამრიკო მილაგებს ამ თემას. კი, მყავს ჩემი ექიმები, სადაც სხვათა შორის ახლა კაი ხანი გავიდა, რომ ისევ დასაჩეკაფებელი ვარ თუ როგორც არის. თორე აუცილებლად სისხლის ანალიზი, გინეკოლოგი, აუცილებლად მკერდის შემოწმება, ეს ანუ ჩვეულებრივად როგორც არის. ანუ მაგას არ ეწინააღმდეგები და მეყობი ამას. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. მაგრამ ეხლა თავიდან შევედა. ეხლა ცოტა ვითამაშოთ ჩვენ, ხო? ვითამაშოთ პოდკასტი თუ არა, წავედით. პასუხები კი არა, მე პატარა განმარტებას გავაკეთებ. შეიძლება თუ არა ვიტამინების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე? კი. არა.
შეიძლება არა ვითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ვიტამინი, ჰიპერვიტამინოზი, ანუ თუ დაუშვათ შენ ჩათვალე, რუსკამ ჩათვალა, რომ გაზაფხულზე ცოტა რაღაცა სისუსტეა და მოდი ახლა იქა რაღაცა კომპლექსური. ჰიპერვიტამინოზი ცალკე პრობლემაა რა, როცა რომელიღაცა მიკროელემენტი ან ჰიპერვიტამინის პროცესი დგება ორგანიზმში, ესეც მავნეა. ანუ მაინც ექიმი არის საჭირო. ამიტომ ის ვიტამინები, რომლებიც ექვემდებარება კვლევას, მაგალითად დღეს მოდაში მყოფი D ვიტამინი ან სხვა მოდაშიც არის და ტრენდულიც არის და თან რა თქმა უნდა ეხა ჩააჭირეთ D ვიტამინი. რა ვიტამინებს ეძალები ხოლმე ძირითადად? არ ვეძალები არანაირ ვიტამინებს საერთოდ. როცა ყიდულობ მაგალითად რითი ყიდულობ? თანამედროვე რაღაცა გაგიგია, გარეკლამებულია, ვინმე გირჩია, საფთექოსში შეხვედი და კითხე. საფთექოს ქსელში შევედი და ვიკითხე და ექიმსაც ვკითხე. ბავშვების მიმართულებით? ბავშვებსაც არ ვასწრებ ვიტამინებს, D ვიტამინის გარდა. ისიც რეკომენდაციაა. რა თქმა უნდა, ხო. ოკეი. კარგი. თუმცა ვთვლი რომ საკმაოდ ესეთი მეწამლე ადამიანი ვარ და მაგალითად ანუ შემიძლია ყველაფრის წამალი დავლიო საერთოდ. ვის უნდა კითხო ეს? ყველაფრის წამალი არა, შემიძლია არ ვკითხო, შემიძლია დავლიო უბრალოდ. ანტიბიოტიკებსაც ესე ყლაპავ ხოლმე? ანტიბიოტიკებს არ ყლაპავ, ანტიბიოტიკებზე ვკითხულობ, მაგრამ რაც შეიძლება გამაყუჩებელი ის, აი ყველაფრის წამალი შემიძლია. გუჟანზავის მოქმედების თვალსაზრისით თქვათ, რაღაცა ხადამჭერი საშუალებებს იღებ ხოლმე ისე? ეხაც მაგარი ბევრი ტაბლეტი. ეხაც ბევრი გაგდალეული. ეხაც საკაიფო და მაგდალეული. არა, ხო ანუ აცრისტიც ვარ მაგალითად. აცრისტი რა უბედურება? ანუ შემიძლია ავიცრა ყველაფერზე. ვაქსერი გამიგია, აცრისტი. აი, აც მე ვარ აცრისტი მაგალითად. ვაქსერისტი. კორონას აცრას გავიკეთეთ 4-მეოთხეჯერაც მინდოდა და ბოლოს მითხრეს რომ რანუ გატოვდა აღარ არის თავი დაგვანება. აუ ეგ მოყევი ხა რა აცრას იკეთებ, აბა. ყველანაირი აცრა აი სექტემბერი რო დგება, სეზონურად მიდიხარ და ანუ სეზონურად ეგრევე რაც კი აცრები ყველანაირ აცრას ვიკეთებ, რაც შეიძლება ბავშვებს გრიპის აცრას ვიკეთებ 6 თვიდან. ნუ კარგი, ის პედიატრი გიჩვენს და შენ პონჩი და. ანუ მე საი რამე აცრა არ არის, მივალ ავიცრები. ავი ეხა ჯერ არ გავიკვიოთ იქ რამე არის. ხო, ნუ მოკლედ რამე იქ. პაპილომა ვირუსი აცრა გაკეთებული. რა თქმა უნდა, გაკეთებული. ეხა გავიკეთებ ისევ არანაირი პრობლემა არ არის. ვა, ეგ ძალიან მაგარია. და თავს კარგად ვგდობ რა თავარია. კი, და ანუ მე როგორ ტიპი ვარ, ეცე როგორ ოდნავი რაღაცა არ უნდა ამტკივდეს. ანუ არ შეიძლება რომ რამე ამტკივდეს. იმ წამს უნდა მქონდეს ყველაფრის წამალი. ან აცრა გაკეთებული. ანუ ყველაფრის წამალი მქონდეს. აი ჩემ ჩანთაში. ანუ ძალიან ბევრი წამლით დავდივარ. ანუ უნდა ეგრე ვარ მშვიდად, ბევრი წამლები. მთავარია იყოს ბევრი გამაყუჩებელი. რომ რამე არ ამტკივდეს. ანუ ჩველის არ შველის არა. ნუ უნდა აყუჩებდეს მთავარია. სიცხის დამწევები და კი ბატონო, ყველაფერი აბსოლუტურად. კანისთვის სასარგებლოა ფორების გახსნის მიზნით ცხელი შხაპი და ცხელ შხაპში თუ მივიღებთ ფორები გაიხსნება და ეს კარგია. არა. არა, მართალი ბრძანდებით. რატომ არა? გონზე არ ვარ გავარტყი. კარგი, იმიტომ არა, რომ ბუნებრივი ხო, რაღაცა ეგრე, ხო? ხიმი, კანის დამცავი ფენა ამ დროს ძალიან. აბა როგორ გავხსნათ ეს ფორები? არ არის არაფრის გახსნა და დაკეტვა საჭირო. ჩარჩენილი თემებია ფორები და გავხსნა ცხელწყალში და დავжди არ არის საჭირო. პირიქით, რაც უფრო გრილია წყალი, მით უფრო ჯანსაღია ჩვენი ორგანიზმი. რა მითხარი? ო. საჭიროა თუ არა მზისგან დამცავი საცხების გამოყენება ზამთარში. აუ არ მჯერა მაგისი და ეხლა ჩამქოლეთ თუ არ მჯერა რატო არ ადეკით ყველა ეხლა ჩამქოლეთ ხო ნუ მე რუჯისტი ვარ და იმიტომ რუჯისტიკა აცრისტი და რუჯისტი ესე რუჯისტიკა და აცრისტიკა ხო რა ვქნა მაპატიოთ ყველამ რა მე ჩემი მჯერა მარტო დამატენიანებლის და რეტინოლის მეტი არც ერთი საცხის არ მჯერა არა არ მჯერა გასაგებია მაგრამ მაგალითად როცა რუჯის დამცავი რუჯის დამცავს ვისმე აუცილებლად როცა გავდივარ მზეზე ან მაგალითად სპეციალურად რუჯის წასად ეხა რუჯი საიდან გაქვთ მიღებული ქალბატონო რუსუდან ჰა სოლარიუმში ხო აი ხო ხედავ რა გიდა სოლარიუმში აბა ხშირად დადიხარ ისე რა ისე რა რას ნიშნავს კარგი რუჯი გაქვთ ეხა აუ დაკითხვაზე მომიყვანა არ შემიძლია არ მომწონს ჩემი თავი რუჯის გარეშე ვგავარ ბოტკინს ბოტკის გახარ. ხო, აი ბოტკინი რო ყოფილიყო, გოგო ვიქნებოდი მე. რუჯის გარეშე, აი ბოტკინი, აი ხوارსოს დაავადები რაღაცა ისინი. აი ბოტკინი. აი ბოტკინი როგორიც წარმოგიდგენი, აი ეგ მე ვარ რუჯის გარეშე ბოტკინს ვქავა. სასაყვარელი ხარ. სო და ამიტომ მირჩემნა ვიყო კარუჯული. კარგი. ჯერ ეს და ვისაც როგორც უნდა ისე მოიქცეს. კარგი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯანმრთელობა რა თქმა უნდა, ვიცით. ყველას თავისი ის, ხო, კარგი. ამე პირიქით მოსაყვანი ადამიანი. ჩაგეთვალა, მაგრამ გეტყვი რომ ზამთარში ვინც მომხრეარი ბზისგან დამცავი საშუალების გამოყენების ზამთარშიც ეს ამიტომ ვიყენებ ისეთ საცხს, რომ ღმერთის წინაშე და ყველას წინაშე მართალი ვიყო, რომ კონდეს ეს SPF-ი.
ანუ ყველა საწყისში კი, ყველა საწყისსაც ყიდულობ და თან მე საღამოს წავისობებ ხოლმე და მე ხო მიღებ დამცავი დაცულობას რა ქვია რუჯის. შემდეგი კითხვა არის ეგეთი, მოქმედებს თუ არა ტკბილეულის მიღება, მოხმარება, კანზე და დაბერების პროცესებზე. კი. მოქმედებს კი ბატონო, შაქარი იწვევს პროცესებს, რომელსაც გლიკაცია ქვია ესეთი პროცესი. აი მე მაგალითად არ მიყვარს ტკბილი საერთოდ. ო, ნუ ძალიან კარგი. საერთოდ არანაირი ტკბილი არ მიყვარს. მეც აბა რითი იქ მაყოფილებ მაგალითად როცა რაღაცა გაბრაზდები ან რაღაც ემოციურად ესახარ. არანაირი შოკოლადი, არანაირი ნაყინი, არანაირი ტკბილეული არაფერი. აბა რა მარტო. უნდა ვიღრიალო, ვიწივლო და დავლეწო რამე და წყნარ. ჭამით არ. არა. უნდა დავლეწო იღრიალო, იყვირო, მაგარი. ანტისტრესი ვაი ეგ არის. მიჩერხელში მოხდება მაგ დროს. კი ბატონო. კარგი. აზიანებს თუ არა კანს სავარჯიშო დარბაზში მაკიაჟით ყოფნა. არც სავარჯიშო დარბაზში დადიხარ ისე? სავარჯიშო დარბაზში წელიწადში ერთხელ რაღაც ერთი თვე დავდივარ ხოლმე. წელიწადში ერთხელ. მართლა კი. რამე როლის მომზადების არა, ნახე, აი ყოველ წელს თითქმის ერთ შარშანდელი ჩავაგდე, ყოველ წელს ვცდილობ რომ ერთი თვე მივიდე და ეს ჩემი თავი მოვწყიპო. რა სეზონს უკავშირდება ეს ზაფხული გაზაფხულით მიმართულებით. კი, აი მე უკვე მაისში უკვე მოწყიპული უნდა ვიყო. შესაძლებელია თუ არა რომ არასწორმა ძილის პოზამ, მაგალითად ბალიჟზე ჩვენი თავის რაღაც სპეციფიურმა პოზამ, ნაადრევი ნაოჭების გაჩენა გამოიწვევს. კი. ერთხელ გავიგე მართლა ყველაფერი მთელი ორნამენტები მქონდა სახეზე. ანუ ხო არ დაგიშეგიმშნევია რომ მარჯვენა მარცხენა ნახევარი დაღარიანების ან ნაოჭების თვალსაზრისით განსხვავდება. კი, რომელიღაცა მხარე უფრო ჩამოწეული მაქვს. ოკეი, ნახე, მე რო შემხედო ეხა მიყვარს უმარცხენა მხარეზე ძილი და აი აქ შუბზე გაიჩითა ეგეთი ხო, მეც აქეთ მიყვარს. ღარები რა. ამას ვერაფერს ვერ უშვები. ეს არის pillow wrinkles, ანუ ბალიშით განპირობებული ღარები, რომელიც წარმოიდგინეთ ცხოვრების რამხელა ნაწილს, ჩვენ პოზიციურად ვდებთ თავს ღამე ხო და თუნდაც 3 საათი, 5 საათი, 7 საათი უდიდეს უმრავლესობას ვატარებთ იმ პერიოდში. ეს აღმავებს კი მაგ ამბავს, თუმცა ამის შეცვლა შეუძლებელია. დამსტრესა და მიშვებს სახლში რა. ბრომატის გარეშე მინერალიზებული, გაზირებული ახალი პროდუქტი. შეკარგოს ღმერთმა. კარგია. აქვე შევახსენოთ მაყურებელს, რომ პოდკასტის სპონსორია აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებები. ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. კარგი. როგორც ვიცი, მკაცრი დიეტების მომხრე არ ხარ. როგორ გამოიყურება რუსკა მაყაშვილის ერთი ჩვეული დღის რაციონი? ვაიმე, აცუდის თუმარი ვარ ღმერთო. აბა მოგვიყევი. არ შეიძლება. მაგალითად, დილას არ ვსაუზმობ. მიიწევს ხოლმე ჭამა, როგორც მომიწევს რა, 4-ზე ან 5-ზე. 4-მდე 5-მდე მშიერი. არა, ხო, მშიერი ვარ, რაღაც საქმეები რაც მაქვს, იმ საქმეებს ვაკეთებ. სადღაც 4-5-ისკენ ჭამ ხოლმე. მე ისე ვარ ვჭამ და მე შეიძლება ღამის 2 საათზე გამოვიძახო ფასტ ფუდი და შევჭამო. და ბავშვების კვება რო გიწევს რომ დააჭამო. დაალაგებულია ყველაფერი აბსოლუტურად. აი 4 საათამდე თუ საქმე არა გაქვს, რამე კაფეში შეხვიდე ან სახში გამზადე. ნუ ხო, მაინც ისე ვიზამ რომ აი პირველი ჭამა იქნება 3-ზე, არა უგიანეს 3 საათისა. ანუ მანამდე ჭამის მოთხოვნილება არ არის. არანაირი სითხე წყლის გარდა, წყალი, რა თქმა უნდა, წყალი. საინტერესოა. კარგი. ამ დღის კვება ერთადერთი ფეხმძიმობაში იყო, რომ აი დილას ვიღვიძებდი და მშიოდა. კარგი. ამ კვების რაციონში, რომელსაც შენ მიიღებ დღის განმავლობაში, რა პროდუქტები ჭარბობს? ანუ რითი რა არის მთავარი სენდვიჩები, თქვათ, სუფი სხვადასხვა ან სწრაფი კვების ობიექტები? სწრაფი კვების ობიექტები. მართლა? აი სტეიკის წავიდე, სტეიკი მივიღო ვქათ არა. სადმახ მაგის რო წავიდე და სტეიკი მივირთვა. საინტერესოა. კარგი. მაქსიმალური წონა, რომელიც შენ როდესმე გქონია ორსულობას თუ გამოვრიცხავ? ორსულობას თუ გამოვრიცხავ, ცეკვავარსკვლავების პერიოდში მოვიმატე 55 კილოდან ავედი 64 კილომდე. რატო? გავსუქდი. ცეკვავენ ვასკვლავების პროექტის პირობებში, როცა უნდა გეცეკვავდე. არა, მარტო ნახე, თან ცეკვავდი, პლუს რეპეტიციებზე დავდიოდი, პლუს ღამე მქონდა ფილმის გადაღებები, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ყველაფერი დაკავებული მქონდა და მთლიანად სეტი იყო გადაწყობილი ღამე. ანუ 24 საათის განმავლობაში მუშაობდი, ანუ როგორც დღის განმავლობაში მშვიდებოდა და ვჭამდი, ღამეც ვჭამდი, გავუჩერებდი. ანუ მინიმალური, აქტივობა მაქსიმალური, მაგრამ კვებას მაქსიმალური. ანუ თან ვჭამდი აი რაღაცა ზეთიან პერაშკებს და მაკდონალდსებს და ესეთ რაღაცებს, აი ტაქსში იქიდან
იქამდე და ავედი ხო 55 კილოდან ავედი 64 კილომდე. პროექტი რომ მორჩა ვიყავი 64 კილო. არ შეგიშალა ხელი მე ამ წონა? არა, პირიქით გაასწორა. გესიამოვნა? არა, მე რამე სიამოვნა პროექტს უხდებოდა შემთხვევით. არა, მე რა თქმა უნდა ეგრევე ვარჯიში დავიწყე როგორც კი დავასრულე პროექტი, ეგრევე დავიკერი, ჩამოვედი იმ წონაზე, რა წონაც ფათაშორის არ მქონდა მაშინ. არსებობს თუ არა ის პროდუქტი, რომელზედაც შენ უარი გაქვს ნათქვამი? მაგალითად კბილეული ახსენე. უბრალოდ არ გიყვარს და უარი არ მაქვს ნათქვამი, არ მიყვარს, უბრალოდ და არ მახსენდება. კიდე სხვა რამე ხوار არის, რაზედაც უარს ამბობ ჩვეული ყოველდღიური რეჟიმში. არა, მე ამას არ მივიღებ. არა, არ არსებობს, ანუ ესეთი რაღაც კონკრეტული კერძები არის, რაც არ მიყვარს. მაგრამ ესე ყველაფერს მჭამელ ადამიანად ვიცი. რაიმე ის არ გაფერხებს, რომ არა ეს შენ ვიზუალს მოქმედებს, ღორის ხორცს არ არა. ესეთი არაფერი არა. ზოგადად მგონია, რომ რაც გინდა და რაც ქსიამოვნებს ის უნდა ჭამო და ის ყველა კარგად იკრძალოს ესე თავს რა. კარგი. შენ ანუ არ უნდა დაისტრესო შენი თავი კიდე რაღაცები. მაგრამ ზოგ რაღაცაზე ვარის თქმა ნუ ახლა დღე და ღამე ერთ და იგივე სხვა რაღაც საზიანო რაც არის არ ჭამო, მაგრამ ჭია უნდა გაახარო ხანდახან. შიერი. კი. მაყაშვილების ოჯახში ვინ არის მთავარი კულინარი და ჯანსაღყვებაზე მოტივირებული ადამიანი? ჯანსაღყვებაზე მოტივირებული ჩემი და არის. ნინოცა. ხო. რა ნუ რაღაცა ევასება ეს რაღაცა ესეთ სალათების და რაღაც ბუჭუკუჭუების რაღაცების კეთება. მაგრამ თავარი კულინარი მაინც დედა ჩემი, იმიტომ რომ თავარი კულინარის შვილი არის ჭიბებია ჩვენი, რომელიც საოცარ კერძებს აკეთებდა, ნუ რაღაც საოცრება იყო, მე ეგეთი გემრიელი ხელი დღემდე არ შემხვედრი. და თამრიკო სხვათა შორის ძალიან ესე მედგრად აგრძელებს. ოჯახური სადილები გაქვთ ხოლმე? კი. გვაქვს ხოლმე, ოღონდ ეხლა უკვე ესე იშვიათად, მაგრამ ჩვენთან სულ ეგრე იყო, ანუ სტუმრიანობა ოდითგანვე, ანუ კარი ყოველთვის ღია იყო და არის და ანუ სულ ერთი დაჭერი პური იყოს, იმ პურიდანაც რაღაცას გამოიყვანს დედა ჩემი. თამრიკოს უყვარს თან სტუმრიანობა და კეიფები და ასე შემდეგ, ამიტომ ხო. ძალიან კარგი, მისასალმებელია რა თქმა უნდა. მადლობა დიდი. მოიკითხეთ დედა. აუცილებლად გადავწერ მოგითხოთ. თუ აქცევს შენ ყურადღებას, როდესაც მაგალითად ფართე მოხმარების პროდუქციას ყიდულობს სახლისთვის, ან შემადგენლობას, რა არის, სარგებლის მომტანია თუ არ არის, კითხულობ თუ არა ხანდახან თქვა, იქ ხوار შეიცავს ამას, თუ რაც მოგწონს იმას თრეულობ და მიგაქ და ან რაღაცებს ვკითხულობ, ანუ ვადას ვკითხულობ. ნუ ეს გასაგებია. აუცილებლად, ანუ, მაგრამ ახლა კონკრეტულად ახლა რაღაცა ესე არ ვეძიები, კონკრეტულად ვიცი რა რისთვის მჭირდება და რამე ახალი თუ არის, ხო შეიძლება წავიწყო იდეინი არ იდეინი პროდუქცია ახლა დახლებზე იმდენნაირი, რომ ფაბრუდაგე ხო. არა, მოვიტყუები. ბავშვების მიმართულებით ვინ აბალანსებს შენ ოჯახში ჯანსაღყვებას? იმიტომ რომ ბავშვებს ჩემი შვილები არიან ის ასაკში, მგონია რომ მათი ჯანსაღი ყვება არის იმის ყველაფრის ჭამა რაც უნდათ. გამოცდილებების მიღების თვალსაზრისით კი. ანუ რაი როგორ აგიხსნა, მაგრამ ხილს მიაჩვიე თქვა, რაღაც წრისმას მიაჩვიე. ჩემი შვილები ჭამენ ყველაფერს. მეთქვა შეარ. აბსოლუტურად. და ეს მგონია რომ სწორედ იმის ბრალია, როდესაც მე ლაქტაცია მქონდა ორივე ბავშვზე, მივირთმევდი ყველაფერს განურჩევლად, ყველაფრის აბსოლუტურად. ჭამდი ყველაფერს, ამიტომ ჩემი რძე, ანუ ასე ამბობენ, რომ მაგის მერე ბავშვები კიდე უფრო კარგად ჭამენ საჭმელს. არის თუ არა ბავშვების რაციონში რაიმე აკრძალული შენს მიერ? კი, რა, ჩემს მიერ აკრძალული. არა, ეს არ მიიღოთ. ანუ ესე იგი სტრაფიკოებიდან დაწყებული დოზირებულად ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს, ანუ საჭმელს რაც ეხება, რისი გასინჯვას უნდებათ, სინჯავენ ყველაფერს აბსოლუტურად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღე და ღამე ამას ჭამენ, მაგრამ მიირთმევენ ძალიან დიდი რაოდენობით ხილს, ძალიან დიდი რაოდენობით ბოსტნეულს ისე ჭამენ. კბილის ასმელები, გაზიანები. კი ბატონო, ყველაფერს მიირთმევენ აბსოლუტურად. დოზირებულად და ამიტომაც მგონია, რომ ანუ თავს გზნობენ კარგად. გადასარევად, ხო და ანუ ყველაფერს ჭამელი ბავშვები არიან, ამ კუთხით ვარ შვიდად და კარგად. და თუ არ ჭამენ კიდე მაგაზეც არ ვნერვიულობ. სხვათა შორის რეცეპტორების გამოგვიძება პატარა ასაკში და გაცნობა ახალი კვებითი ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ის მიიღებს სიამოვნებას ბუნებრივია ჯანსაღყვარგლებში, ხო? როგორ ფიქრობ, შეიცვალა თუ არა შენი საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება მოვლის და ზრუნვის თვალსაზრისით ორსულობა მშობიარობების შემდგომ? აი, რამე უფრო მეტი ხوار დაიწყე ზრუნვა, უფრო მეტად ხوار დააკვირდი საკუთარ სხეულს. როცა ეს დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები და თან გზელი პროცესია საკმაოდ, იმიტომ რომ აი ილიას შემდეგ
სადღაც 2 წლის იყო ირია სარკეში რო ჩავიხედე და ვთქვი რომ დავიბრუნე სხეული თქვა ანუ სადღაც 2 წლის მერე აი 2 წელი დაჭირდა ჩემს რო ჩავიხედე და მეცნო რა ჩემი სხეული იგივე ზუსტად კატოზეც სადღაც აი 2 წლის იყო კატოც როცა ამ 2 წლის მანძილზე რა საკეთებდი აი ყველაფერი ჩვეულებრივად ანუ იმ წამსვე ანუ 2 დღეში გავედი ორივე ბავშვის მერე ერთგან პირველი ჩავწერე მეორედან რეპეტიციაზე წავედი მშობიარებიდან 2 დღეში ორივეჯერ ანუ ძალიან ჩვეულებრივად მარტივად ყველაფერი მაგრამ ნუ როგორ გითხრა ჩემი სხეული ვიცანი 2 წლის მერე ორივე ბავშვზე ანუ ეს ფიზიოლოგიურად მოხდა თუ რამეს აკეთებდი ვარჯიშობდი რაღაც მასაჟებზე დადიოდი კი კატოს მერე ბევრი მასაჟები გავიკეთე ხო თურმე მასაჟებზე გივლია რატო გაიკეთე კატოს მერე ბევრი მასაჟი გავიკეთე იმიტომ რომ ხერხემლის არა კატოზე მეტი მქონდა მომატებული ანუ ნორმა მაგრამ მაინც მეტი ანუ ილიაზე თუ მქონდა მე-9 თვეში 9 კილო კატოზე მქონდა 14 კილო და აი ჩემი გეგმის მიხედვით 3 თვის მაგივრად ვერ დავაგდე მუცელი იმდენ ხანშიც მინდოდა და რა თქმა უნდა ჩავარდი ისტერიკაში და დავიწყე ყველანაირი პროცედურის კეთება რაც კი შეიძლება და LPG გავიკეთეთ 15 პროცედურა მერე წავედი 10 პროცედურა მასაჟი გავიკეთე სახის და ტანის მერე წავედი და golden RF გავიკეთე მუცელზე და მერე აგვისტოში ვიყავი 4 კილო ანუ იმუშავა ამ ხელა იმუშავა ანუ რა ანუ ერთი მასაჟი ვეყოფოდა მე ანუ ერთი კურსი მასაჟის და ანუ რაც კი გაგიგია ყველაფერი ჩავიტარე და ეხლა რატო არ მიმართავ ესეთ გამოჯანსაღებელ პროცედურებს აი თქვათ ეხლა ჩვეულებრივად რუტინულად ცხოვრობ და ორგანიზმი ხო იღლება ცხოვრობ ნახე ეხლა რუტინულად ცხოვრობ ოღონდ ძალიან დამღლელი რუტინული ცხოვრება მოხდები ანუ რეპეტიციები სპექტაკლები გადაღებები ანუ ეს დღის განმავლობაში ფიზიკურად რითი ისვენებ არ ვისვენებ საერთოდ არა, ნუ არ ვისვენებ. ანუ ქალაგარეთ გასვლა სიტყვაზე, რაღაცა 1-2 დღე გამოძინება, ქალაგარეთ, ან გამოძინებას ვახერხებ, ქალაგარეთ გასვლა ხდება მარტო წელიწადში ერთხელ აგვისტოში, მეტი. ოჯახში. წარმოუდგენელია. მაგრამ ის აგვისტო ჩემია მთელი თვე რა. ჩემთან და შვილებთან ერთად. კარგი, ფსიქიკურ ჯანმრთელობას როგორ უთხილდები? რა არის ის, რაც ყველაზე ძალიან გლის გძაბავს ან ასე ვთქვათ, გამოყავხარ ემოციური წონასწორობიდან? იცი რა, აი რაც უფრო ასაკი მომატებ მივხვდი რომ ანუ მენტალური ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის მით უმეტეს ახლა აი ამ პერიოდში რაღაცა ყველამ გააფრინა. ხო, ძიმე პერიოდებია გაშლა. ხო, ძალიან დიდი ძიმე პერიოდებია, მენტალურად ძალიან უჭირს ყველას. რა თქმა უნდა, მეც მქონდა ესეთი პერიოდები, მე თქვა ზოგადად რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი პერიოდები გავიარე ჩემი ცხოვრების. და მოვახერხე და ვისწავლე ის, რომ არ უნდა შეეწინააღმდეგო ამას და აუცილებლად უნდა წახვიდე ფსიქოლოგთან, აუცილებლად უნდა წახვიდე ფსიქიატრთან. აუცილებლად უნდა წახვიდე ნეიროპათოლოგთან. კი, რა, ხო, ნამყოფი ვარ ყველასთან, მყავს ჩემი ნეიროპათოლოგი, მყავს ფსიქიატრიც, თუ საჭირო გახდა, ანუ ყველა მყავს აბსოლუტურად, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მართლა მენტალური. მედიკამენტური მხარდაჭერა ხო არ დაგჭირვებია ფსიქოლოგიური, ფსიქოემოციური სტატუსის დასაბალანსებლად. კი, კატო რო გავაჩინე, სადღაც 2 თვეში დამიწყო ძალიან მძიმე baby blues-ი, ანუ ძალიან მძიმე პოსტსამშობიარო დეპრესია, რომელიც გადამივიდა, მე ხო იცი ყურადღებას რომ არ მიექცევ. მაგ დროს დავიწყე ჩემი დიდი წინააღმდეგობი, ძალიან წინააღმდეგები ვიყავი ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც იქნა გამაგებინეს ამაში ცუდი კი არა პირიქით. მაგის მერე დავიჯერე ძალიან ფსიქოლოგი, ნეიროპათოლოგის, ანუ ეს სფერო დავიჯერე ძალიან. და ხო, სვავდი სხვათა შორის საკმაოდ ბევრ წამალს, მაგრამ საკმაოდ ბევრ წამალს არა, 3 წამალს სვავდი. ეხლა უკვე 1 წელი 1 წამალს სვავ და სტაბილურად. მხარდაჭერის თერაპია მიდის და ადამიანის ემოციური სტატუსი ყევებს უძლებს. რა თქმა უნდა, ხო გეუბნები, აი რაღაცა ოჯახის აი ყველა ძალიან ბევრი რაღაცეები ხვდები და ამას არსებობენ ადამიანები, რომელსაც ვერ უძლებენ და მეც მათ შორის ვარ, რომელიც მენტალურად ყველაფერს ვერ გაუძლებს მართლა. არა, ეს ბუნებრივია. ხო და ამიტომ მე მიხარი რომ დავიჯერე ეს სფერო რა. მეგობრობ, ანუ იმ სპეციალისტებთან ვისაც ყველა სჭირდება აბსოლუტურად, არავინ არ დაიჯეროს რომ ვინმეს არ ჭირდება. ისე ჭირდება შენც, მეც და ყველას აბსოლუტურად, როგორც დაგიბარებიათ, ამიტომ მივხედოთ თავებს და ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობას. ფსიქიკური მდგომარეობა განაპირობებს ჩვენ როგორც ფიზიკურ სიჯანსაღეს, ასევე სოციალურ სიჯანსაღეს, ხო? თუ ჩვენი მენტალური მდგომარეობა არ არის სტაბილური, დაცული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ეს შეიძლება იყოს აუტოტრეინინგები, შეიძლება იყოს მედიტაცია, შეიძლება იყოს თქვა თერაპიული დახმარება. ჩვენ გარემო ფაქტორები დაგვანგრევენ. ამიტომ საჭიროა საკუთარ თავზე როგორც ფიზიკურ, ასე მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მადლობა ამ ყველაფერი აქედან.
მოდის მაინც და ძალიან მნიშვნელოვანია მივხედოთ თავს. შენ ახსენე რომ მხარდაჭერა აღმოგიჩინეს, თქვათ სათანადო მენტალური ჯანმრთელობის მზრუნველმა ექიმებმა. გაგიჭირდა მათი მიგნება? იცი მე ზოგადად ბავშვობიდან ფსიქოლოგებთან დავდივარ. და ამიტომ ამ საკითხში არასოდეს გათვისობიერებული იყავი. გათვისობიერებული მე არა დედა ჩემი რა თქმა უნდა. და კი საქართველოს ძალიან ბევრი კაი ფსიქოლოგ ფსიქიატრები ძალიან კარგი ნეიროპათოლოგები ყავს, აუცილებლად ჯერ ნეიროპათოლოგით უნდა დაიწყო. მე ესე ვთვლი და მე ის გეტყვის ნეიროლოგი და მე თვითონ გეტყვის ხარ აუცილებლად ხო. ფსიქიატრიის სკოლა ზოგადად საქართველოში მაგარი იყო მაგაში. კი, ამიტომ მე ხლა ვისთანაც დავდივარ, ჩემი ნეიროპათოლოგი რომელიც ძალიან მადლიერი ვარ, რომელიც ძალიან მიყვარს. და ვარ მშვიდად მასთან ერთად რა ვარ და კარგად რაც თავარია. ძალიან კარგი, მისასალმებელია. აუცილებელია ყველასთვის. მართლა ვისაც გონია რომ თქვა არა, მართლა ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, იმდენი რამე ხდება, იმხელა ღმერთმაიცის მართლა რა ვსჭამთ, რა ვსვავთ და კიდე ეს საშინელი სტრესი რაც დაგვატყდა თავს და ხო ვერ უძლებს ადამიანი, ადამიანი კი ვერავინ ვერ გაუძლებს. ხო, იცი რა აზრიერიც კი. ადრე იყო რაღაც საქართველოში უფრო community ესე ვთქვათ, სოციუმები უფრო ესე შეკრული რა, ოჯახები იყვნენ, მეგობრობა უფრო აქტიური, სოციალური ქსელები არ იყო ასე, ერთმანეთთან ადამიანები დადიოდნენ, იგივე სუფრის გარშემო ვთქვათ, საოჯახო შეკრებებისას თუ მეგობრებს ადამიანები აზიარებდნენ რა, თავიანთ ტკივილს, თავიანთ სიხარულს და ეს როცა აღარ არის, იკეტები შენ და გინდა არ გინდა ის დამანგრეველია, როგორც დადებითი ასე უარყოფითი ენერგია, თუ არ გააზიარე შენ ასე ვთქვათ გულშემატკივარს უთხარი მისგან არ მიიღე, ეს გროვდება, ამიტომაც ძალიან აქტუალური გახდა დღეს ფსიქოთერაპიის და ფსიქოემოციური გადაჭერის თემა. ხო. მეტი მხარდამჭერი გამოიშვა, რაც ძალიან კარგია. ძალიან კარგი. კარგი, ყველაზე უცნაური კრიტიკა, რაც შენ გარეგნობასთან დაკავშირებით გაგიგია, მე რა მსმენია ჩემ გარეგნობაზე. აი ყველაზე ისეთი რაზეც გაგეცინა ბოლო-ბოლო, ნუ სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც. ყველაზე მეტად რაზეც გამეცინა, მეს უმეცინება ჩემ გარეგნობაზე რო ხუმრობენ. მაგრამ ამისი ისაო რა ქვია, ფოტო ჭერზე უნდა გავიკრავო თვალს რო გავახელს, მარტივად გამოფხიზლდებიო ასე. მე ძალიან მინერვიულია. მართლა? განიცადეს? გამიცადე. კარგი რა. ყველაზე მაგარი საღადაო იყო. რაცნი აბარა, ძალიან საღადაოა. ზაფრი რეაქციები გაქვს ესეთ კრიტიკაზე, როცა სოციალურ ქსელში მაგალითად ვიღაცა რაღაცა წააყრანტალებს ბოდიშაპს უწვისთვის არანაირი. ნეიტრალური კი არა, ანუ ძირითადად ვერთობი და ну აი ვერ მომხვდება, ხა ვერ დამიწარს ვერავინ ხა ისეთ რაღაცას რატო ესეთი რატომ თორე ხო ხო რატო წერენ ამ ბოდვას ნუ ეხა ეს ხო ცალკე რაღაცა მოუხსნელი ფენომენია ჯურასიკები და წერონ და იკითხონ კაცო მე მაგაზე რა თქმა უნდა არ ნერვიულობ საერთოდ ერთი წამი და ეს არის სისულელები მაგრამ არსებობენ ადამიანები რომლებიც ღელავენ ამ ყველაფერზე და ეს ძალიან მოქმედებს ხო ნუ ჩუჩეფაზებას ხო რაღაცა გამოცდილებებმა მომცა იმის პონტი რომ აღარ ვინერვიულო ამ დებილობაზე განაგრძე Let's dance. გადაცემის შემდეგი ეტაპი ჩვენი ეპიზოდის არის, ასე ვთქვათ, შემეცნებითი კითხვა-პასუხის რეჟიმში გავაგრძელოთ. საინტერესო კითხვებია, მაყურებელსაც შეიძლება არ იცოდეს, მეც არ ვიცოდი მათ არ გითხრას. მართლა? როცა ვამზადებდით ამას, მეც გავიგე ბევრი რამე. ბევრი აფერი არის, მაგრამ საინტერესოა. მიდია ბახე. გადმოცემის მიხედვით, ძველ ეგვიპტეში კლეოპატრა თავის მოვლისთვის ცნობილ რძის აბაზანებს იყენებდა. ხო, ეს ვიცით ეს ამბავი. მეცნიერული კუთხით რატომ იყო ეს ეფექტური თუ შეგვიძლია ვთქვათ? პასუხი ნომერი 1. რძეში არსებული ვიტამინები კანს ათეთრებდა. პასუხი 2. რძის მჟავა პილინგს აკეთებდა და კანს ახალგაზრდავებდა და მესამე პასუხი რძეში შემავალი კალციუმი კუნთებს ადუნებდა. კუნთებს ადუნება რა შეიძლება? რა ვიცი ხა მაინც არ მე მაინც მგონია რომ მესამე კარგი. რეალურად პასუხი არის რძის მჟავა. მჟავა, პილინგი. ხო, რომელიც ბუნებრივი HAA მჟავა არის და რომელიც აშორებს ზედაპირულად, ასე ვთქვათ. პირველად გავიგე რომ ზედაპირულ მკვდარ უჯრედებს. მაწონი რო გეთქვა უფრო ვიდრე. მაწონი სად ქონდა ეხა მაგბედნიერება იმ პერიოდში? კლეოპატრას მაწონი არ ქონდა. მაწონი სუფთა ქართული თემა არის, მაგას ხელშეუხებელია, დავიცავთ ხოლმე. რა თქმა უნდა, გებრიელია ძალიან. ვინ ითვლება თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის მამად, ესე მეც არ ვიცოდი ამ მიკუთხით, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს სახის რეკონსტრუქციის ტექნიკები დახვეწა. აი რა ვიცი მე.
არც მე არ ვიცოდი და თურმე ეს ყოფილა თანამედროვე პლასტიკური მედიცინის საფუძვლები ჩაუყარა ამ მიმართულებაში ჰაროლდ გილისმა პირველ მსოფლიო ომში მისი სახის საშინელი დაზიანების მქონე ჯარისკაცებისთვის ხო მძიმე ტრავმები იყო იმ პერიოდში სპეციალიზებული განყოფილებაც კი შექმნა სადაც 11000-ზე მეტი ოპერაცია გაკეთდა ამიტომ ესე ქირურგია ზოგადად ვითარდებოდა ყოველთვის ომიანობის პერიოდში რა ახალი ინოვაციები ინერგებოდა როგორც ტექნიკური ასევე აპარატური თვალსაზრისით ომიანობის პერიოდში ტრავმატოლოგია რეკონსტრუქციული ქირურგია და სხვა და სხვა და სხვა. ყველასათვის ცნობილი ბოტულოტოქსინი, ანუ ბოტოქსი, თავდაპირველად კოსმეტოლოგიაში. სულაც არ გამოიყენებოდა. სად გამოიყენებოდა რა დანიშნულებით, ხო? ეს იყო შაკიკის და თავის ტკივილის სამკურნალო საშუალება. თვალის ნერვული ტიკის, ანუ ესეთი ტრიზმის მოციმციმე თვალის ხუთთოების სამკურნალო საშუალება თუ პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება. აი როცა კანკალი ვლინდება, ხო? აბა შენი აზრით. კარგი, ეს იყო თვალის ნერვული ტიკის სამკურნალო საშუალება, კი, მე-20 საუკუნის შუა წლებში ბოტულინის ტოქსინი გამოიყენებოდა სწორედ კუნთოვანის სპაზმის მოხსნისთვის, ხო? თვალების უნებლიო მოძრაობას აბალანსებდა და შემდეგ შენიშნეს ექიმებმა, რომ იმ რეგიონში ამის გამოყენების პერიოდში ხდებოდა ნაოჭების და ღარების გაშლა. რაც მერე უკვე დაკვირვების შედეგად გამოვიდა, რომ 99 წლიდან უკვე ბოტულოტოქსინი ოფიციალურად ინტეგრირებული არის ესეთიკურ მედიცინაში. ტიკს. თვალის ტიკს. კარგი. რას იყენებდა მერლინ მონრო კანზე მაკიაჟის ქვეშ რომ სახეს ბრწყინვალება და ბზინვარება ქონოდა. ყინულის კუბებს ვაზელინის სქელფენას ისმევდა თუ ზეითუნის ზეთს. ვაზელინი. აბსოლუტურად მართალი ხარ, მას ჯეროდა რომ ეს კანს კამერის წინ ძალიან ესეთ პრიალას და მიმზიდველს თუმცა ვაზელინი ითვლება ესეც ომიანობის პერიოდიდან მოდის და ესეც მაყურებისთვის ინფორმაცია ძალიან ძლიერ რეგენერატორად, ანუ აღმდგენ საშუალებად რა, ღია ჭრილობებზე უსმევდნენ ვაზელინს და დღემდე ვაზელინის საფენები ქირურგიაშიც გამოიყენება და ითვლება ერთ-ერთ ძალიან კარგ ბუნებრივ დამცავ და რეგენერირებად საშუალებას ბუნებრივია სათანადო გამოყენებისას ყველაფერზე ვაზელინის წასმა არ არის საჭირო. რა ქვია პროცედურას, რომელიც კიმ კარდაშიანმა გახადა პოპულარული და რომელიც საკუთარი სისხლის პლაზმის გამოყენებას გულისხმობს კანის გაღაზრებლად. ეს არის მარგალიტის თერაპია, ვამპირის სახის პროცედურა, vampire facial თუ ოქროს დაფებით ლიფტინგი. Vampire facial, ხო, ანუ საკუთარი სისხლის სათანადო დამუშავების შემდეგ პლაზმოლიფტინგი, ქვია ამ პროცედურას, სხვა შორის კარგი პროცედურაა, აჯანსაღებს კანს და როცა კეთდება სათანადო დანიშნულებით და წესების გამოყენებით ძალიან კარგი შედეგებიც მას ახლავს. რომელმა ცნობილმა მსახიობმა დააწესა ბუნებრივი დაბერების ტრენდი და პირველმა საჯაროდ თქვა უარი ყველანაირ ჩარევაზე, ბოტულოტოქსინებზე, ფილერებზე, რათა ეკრანზე მისი მიმიკა რეალისტურად და აბსოლუტურ ჭეშმარიტად დარჩენილიყო. ეს იყო ანჯელინა ჯოლი, მეგ რაიანი თუ ჯულია რობერტსი. არ ჩაიხედო. ჯულია რობერტსი. კი, ჯულია რობერტსმა თქვა. ვიდრე მეგ რაიანმა საკაიფოთ. კი, დაეტყო კიდევაც მაგრამ. ანჯელინა ჯოლი. კი, მათ შორის ახლა ხანს რაღაცები გაიკეთა. დიდად ახლოდან მინახავს სამწუხაროდ, მაგრამ რასაც კადრებიდან და ესეთი სპონტანური კადრებიდან ხედავთ, მისი სახე საკმაოდ დაბერდა და ძალიან ლამაზადაც გამოიყურება. არ გვინდა ეს დაბერება, მე არ მინდა. მაშინ უნდა დავიბრიტოთ. არ გვინდა ეს დაბრიდვა და დაბერება, არ შეიძლება. ხო შეიძლება რაღაცა გამოივიგონოთ კიდე ისეთი უფრო მარტივი. ნუ მივყვეთ მაშინ. რა, მალე მივყვეთ, მალე ქენით. კარგი. მადლობა რუსკა რომ იყავი ჩვენი სტუმარი. რატო გეჩხუბე ახლა არ ვიცი სასწრისი. არა უშავს. მადლობა რომ ესე ამდენი მომიყევი. რეიტინგი მე მგონი დღეს შენ თვითონ აიწიე, ყველაფერი შენ ყველა კითხვაზე პასუხი შენ თვითონ გაეცი. არა, მე უბრალოდ განვავრცე შენ. ხო, არა, ხო, ძალიან საინტერესო და ესეთი იყო მეცნიერულად. ძალიან კაი ადამიანი ხარ, პირველ რიგში ყველანაირი წარმატება შენ. მით უმეტეს ამდენ რაღაცას ეჭიდავები, ხო, ეს არ არის მარტივი. შენ პროფესიაში ეს რთულია, ძალიან მით უმეტეს ქართულ რეალობაში აქ ძალიან დიდი კონკურენცია, ბევრი ნიჭიერი ადამიანი ყავს საბედნიეროდ, ხო? და ამ კონკურენციაში კიდე ლიდერშიპში ყოფნა, ეს ცალკე პასუხისმგებლობაა. მიხარია თუ გამომდის? კი, გამოგდის უდაოდ. ძალიან დიდი მადლობა ყველა მიმართულებით წარმატებები და პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებ და ან შენ ყველაფერი მიღწევადია. რა თქმა უნდა. დროებით პოდკასტი გემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, მოიწონეთ და ჩვენ კიდევ შევეცდებით კარგი სტუმრების შეგახსენებთ. და ჯანმრთელად იყავით. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის.